ევროკომისიის პრესპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერი დეზინფორმაციას უწოდებს ქართული ოცნების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოში ძალადობას ახალისებს. ჰიპერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდა ახალი არ არის, რაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშიც აისახა. მისი თქმით, ევროკავშირი ეწინააღმდეგება ძალადობის ნებისმიერ ფორმას. On Georgia, as such, we have seen lately a lot of disinformation and propaganda. ბოლო პერიოდში ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რასაც შედეგად ევროკომისიის შეფასება მოჰყვა, რომ საქართველო მხოლოდ სახელად არის კანდიდატი ქვეყანა. კაფიოდ ვამბობთ, რომ ვეწინააღმდეგებით ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ამიტომ ვგმობთ ძალადობას. საპროტესტო აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი. ამავდროულად ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიის გამოხატვის, თავისუფლებისა და ევროპისკენ. არ ვეთანხმებით ხელისუფლების შეფასებას, რომ ევროკავშირი უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ. ევროკავშირი არ უჭერს ხარს ძალადობას, ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას. ყველა იმ ჟურნალისტთა მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიან აქციებს მართავენ. ასევე ვგმობთ სამთავრობო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ოპოზიციის ჩასახშობად, რასაც ზუსტად ახლა აკეთებენ. Misusing the governmental power to shut down the opposition as they are doing it right now.